საბავშვო ბაღის არჩევა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო, როგორც ყველა მშობლისთვის და ძალიან ბევრს ფიქრობდით, მანამდე სანამ მოვიდოდა ის დრო ბაღში შესვლის, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ის ადგილი, სადაც ჩვენ თავს ვიგრძნობდით მშვიდად და ასევე ბავშვი იქნებოდა ბედნიერი. Ჩემთვის პრიორიტეტი იყო ოჯახური, მშვიდი გარემო და რაც მთავარია, ბავშვი მარტივად ადაპტირებულიყო ახალ გარემოსთან, ყოფილიყო მხიარული, ბედნიერი, რამაც ნამდვილად ყოველგვარ მოლოდინს გადააჭერბა. პირველ რიგში ფიქრობდით ბავშვისთვის კომფორტულ გარემოზე, ისეთ ადგილზე, სადაც ბავშვს გაუხარდებოდა სიარული, სადაც მიხედავდნენ კარგად და ჩვენ თვითონ მშვიდად ვიქნებოდით, როცა გამოუშვებდით. საბავშვო ბაღის შერჩევისას ხელმძღვანელობდი სამი ძირითადი კრიტერიუმით. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ოჯახური, თბილი და მზრუნველი გარემო. მეორე, ინფრასტრუქტურულად რამდენად ჯანსაღი იყო თვითონ შენობა და ასე შემდეგ, კარგ ადგილასუფთა ჰაერი და მესამე, ადგილმდებარეობა, ანუ სახლთან ახლოს რო ყოფილიყო და აი ძალიან გამიმართლა. სამივე კრიტერიუმით იდეალური ბაღს მოვაგენი და ძალიან ბედნიერი ვარ. ბაღში სიარულისას ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის რაც იყო, არის ის, რომ გასინჯა ახალი კერძები, დაიწყო უფრო ხალისიანად თამაში სხვა ბავშვებთან, უფრო დაძლია რაღაც შიშები და ისწავლა ბევრი ახალი თამაში. ჩემი შვილი ბაღში სიარულის შემდეგ გახდა ბევრად დამოუკიდებელი. ისწავლა ბავშვებთან უფრო კარგად ურთიერთობა, თამაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ის არის, რომ რაც ბაღში დაიწყო სიარული, უკვე ბავშვს შეუძლია თავისი სახლში მარტო ითამაშოს და გაერთოს თავის გარემოში. აქამდე ეს ფაქტიურად არ ხდებოდა, სანამ ბაღში დავიწყებდით. შემდეგ რაც დაიწყო ლარჩი სიარული სანდრომ, გახდა უფრო დამოუკიდებელი. უფრო ხალისიანი, აქვს უფრო მეტი იდეები. გახდა უფრო გახსნილი, უფრო ინტერესიანი და გამოხატვა დაიწყო ამ ინტერესის. უფრო გაუმარტივდა ადამიანებთან, ანუ როგორც ბავშვებთან, ასევე ზრდასრულებთან ურთიერთობა. საკმაოდ ემოციური ბავშვია და იყო ხშირად აფორიაქებული სახლში, რაღაც გარკვეული პრეტენზიული, მაგრამ ბაღში დაწყების, ესე იგი სიარულის დაწყების შემდეგ საკმაოდ დამშვიდდა და ამ ცვლილებებს სერიოზულად ვამჩნევთ სახლში. მშვიდად არის, უფრო, ესე იგი, უფრო, ასე ვთქვათ, დაჭკვიანებულია, შეიძლება ეს ასაკმაც უწია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აშკარად არის ძალიან დადებითი ცვლილებები აი ამ მიმართ. My son absolutely adore his friends and teachers. He always wants to bring toys or presents, share news or show them something new. დღე მუდმივად იყო საუბარი ოჯახში იმაზე, რომ დედა აი ეს იდეა მაქვს, მამა აი ეს იდეა მაქვს, ეს იდეები უფრო გახშირდა, გამრავალფეროვდა, ძალიან აქტიური გახდა. ყოველთვის მიყვება, როგორი საინტერესო და მხიარული დღე ქონდა. ბაღიდან მოაქვს ხოლმე თავისი ნახატები, ნამუშევრები და სიხარულით მიზიარებს ამ ყველაფერს ყოველი დღის ბოლოს. სახლში წასვლის დროს ძირითადად საუბრობთ ხოლმე ბაღში მომხდარ ამბებზე, სანამ სახლში მივალთ გვაქვს ეს მარტო ყოფნის პერიოდი და ძალიან უყვარს მოყოლა თავის მეგობრებზე, თავის მასწავლებლებზე, განსაკუთრებით უყვარს თავის მასწავლებლები და დიდი სურვილი აქვს, რომ მთელი ბაღის ყველა მასწავლებელი ცხოვრობდეს ჩვენთან სახლში და რა თქმა უნდა თავის მეგობრებზე, რომლებიც ძალიან უყვარს და განსაკუთრებით გამოყოფს ხოლმე სესილის. მეგობრები და ყველაზე ხშირად ახსენებს ნეას და სესოს. გოგოები ყავს მოკლედ და ქალები. საბავშვო ბაღის მეგობრებიდან ესე იგი ძალიან უყვარს ქეთა და გიორგი. ეს სულ ამ მათი ხსენებაშია, როცა ვეტყვი მაგალითად ვისთან თამაშობდი, რას აკეთებდი, პირველ რიგში ქეთას ახსენებს და ნუ გიორგისაც ახსენებს, მაგრამ ხანიძახის რომ გიორგის დინოზავრის ფორმა ეცვა და მე დავსდევდი და დამსდევდა და მოკლედ აი ამ ორ ადამიანთან მე მგონი ყველაზე კარგად გრძნობს თავს და ამ ბავშვებთან კარგად თამაშობს. My son loves active games, outdoor walks and mealtime. He enjoys the food so much that I joke about competing with kindergarten chiefs. That's why he is so excited to go to kindergarten every day. სკოლისა, იმიტომ უხარია კოტიკოს ბაღში მოსვლა, რომ აქ არის ძალიან თბილი გარემო.
ძალიან თბილი გარემო თავს გრძნობს აბსოლუტურად დაცულად ეს ჩვენს ვამჩნევთ ხოლმე ამას და აქვს ძალიან დიდი ყურადღება მასწავლებლების მხრიდან. ასევე თვითონ საკმაოდ ესეთი ემოციური და სოციალური ტიპია და უყვარს ბავშვებთან თამაში. ბავშვები ხვდებიან და აი ამ თამაში და აი ამ გარემოთი ძალიან ერთობა და ამიტომ ძალიან უყვარს ბავშვი მოსვლა. გახდა უფრო მშვიდი, გაწონასწორებული და უფრო მომთმენი, გამგები. იქამდე უფრო ის იყო პრეტენზიული, იმიტომ რომ მარტო დედა-მამასთან იყო და შესაბამისად რაღაცა გათამამებულივით იყო და ეხლა უკვე უფრო დიდი ადამიანივით არის ოჯახში, რაღაცას რო უხსნი იგებს. საბავშვო ბაღი მახსოვს, ალბათ ბავშვობის ყველაზე ტრაუმული პერიოდი იყო, როდესაც ბაღში მაძალებდნენ სიარულს, მაძალებდნენ ფაფის ჭამას. ძალიან ცუდად მახსოვს ფაფა და იმის მერე ხო ფაფას ვერ ვეკარები. ვერ ვიტანდი როცა მაძინებდნენ და საკმაოდ რთული მოგონებები მაქვს მაგასთან დაკავშირებით. ალბათ როგორც პრინციპში ჩემი თაობის ყველა ბავშვს. ამას გრძნობ პირველ რიგში მასწავლებლების დამოკიდებულებიდან. აი მაგათაც ყველაზე ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო, როცა კოტიკო პირველად ბაღში მოვიყვანეთ, მე ძალიან გამიკვირდა თუ როგორ თბილად მიიღო ის ნინო მასწავლებელმა. აი რომ ჩაეხუტა და ესე იგი მოეალერსა და ჩემთვის ეს ნამდვილად სასწაული იყო, იმიტომ რომ ცოტა ატირებული და შეშინებული ბავშვი უეცრად გარდაიქმნა რაღაც ისეთ პიროვნებად, რომელიც შემდეგ მეც გული არ მეთანახრებოდა, რომ დამეტოვებინა მარტო. რაც შეეხება რუტინას, ჩემთვის ძალიან საოცარი იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ 1 წელია უკვე რაც დავდივარ ვარტში და ამ 1 წლის განმავლობაში ჩემი 3 წლის შვილი დილით 8 საათზე, ხანდახან უფრო ადრეც, იღვიძებს თავისით, მაკითხავს, რომ წავიყვანო ბაღში. რომ არ დავკარგოთ დრო, დროულად წავიდეთ, საცობებს ავარიდოთ თავი, რომ მოვიდეს ბაღში დროულად და ეს არის ჩვენი ყოველი დილის რუტინა, რომ სანდრო გვაღვიძებს. ხშირად ისმევა ხოლმე ესეთი კითხვა, რომ ძიძა თუ საბავშვო ბაღი და ორივეს თავისი ალბათ დრო და როლი აქვს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ბავშვი შედის ისე ასაკში, როცა უკვე შეიძლება ბაღში წაიყვანო, ჩემთვის ითვლება აუცილებელ ფაქტად, რომ ბავშვმა უნდა იაროს ბაღში, რადგან გახდეს დამოუკიდებელი, შეიძინოს უნარჩვევები, ძიძა რაც არ უნდა კარგი იყოს, მაინც იმდენს ვერ გაუკეთებს ბავშვს, რადგან სახლში ძირითადად მარტო არის ბავშვთან ერთად, რასაც სწავლობს და განვითარებაში ხელს უწყობს ბაღი ბავშვს. რატომ საბავშვო ბაღი ვარდი? მე მგონი ამ კითხვაზე მაქვს ძალიან ბევრი პასუხი. ჯერ მხოლოდ დავიწყებ იმითი, რომ ჩვენთან ოჯახში ყველა მზად ვართ, რომ ჩვენც ვიაროთ სანდროსთან ერთად ბაღში. იმიტომ რომ არის ფანტასტიკური გარემო, აი არაჩვეულებრივი გარემო, იმისათვის რომ ბავშვი განვითარდეს, გაიზარდოს, ისწავლოს ბევრი რამე, ეს კეთილგანწყობა მასწავლებლების მხრიდან, მათი კომპეტენცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თვითონ რაც შეეხება ასევე ინფრასტრუქტურას, შიგნით მოწყობას, სათამაშოებს, რა, როგორ არის, რისთვის არის განკუთვნილი, ასევე კლებას, იგივე ეზოს, რეალურად აი ეს პერიოდი, როცა ბავშვი მიდის ბაღში, მიუხედავად იმისა, რომ არის შეიძლება 3 წლის, 4 წლის, 5 წლის ხასიათის ყველაზე მნიშვნელოვანი შტრიხები და მისი დამოკიდებულებები ზოგადად ცხოვრების მიმართ, ზუსტად აი ამ პერიოდში ყალიბდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს მივცეთ მას ზუსტად სწორი აქცენტები. პირველ რიგში ვარდი, იმიტომ რომ ძალიან ახლოს არის ჩვენ სახლთან. მაგრამ ამის მიუხედავად, იმიტომ რომ ძალიან თბილი მასწავლებლები არიან. ძალიან თბილი გარემოა და ყოველდღიურად ხედავთ, როგორ თბილად და კეთილად ექცევიან ჩემშულს. აქედან გამომდინარე, სხვაგან ვერც კი წარმომდგენია ახლა რომ წავიყვანო. მით უმეტეს გამოცდილება გვაქვს უკვე სხვა ბაღის, სადაც დადიოდა, ვერ იტანდა იქ სიარულს და ეხლა აი იღვიძებს და იმაზე ფიქრობს, როგორ მოვა და ითამაშებს ქეთასთან და ელენესთან. ამიტომ
საბავშვო ბაღილარდი შევარჩიე პირველ რიგში იმის გამო, რომ არის ძალიან ოჯახური, მზრუნველი, თბილი გარემო, რაც მნიშვნელოვანია ჩემთვისაც და ჩემი შვილისთვისაც, ასე ვფიქრობ. ასევე არის ეკოლოგიურად ძალიან სუფთა გარემო. სათამაშოებიც არის სუხი, ეს ძალიან მომეწონა, პირველად რომ შემოვედი და ადგილმდებარეობა ჩემთვის ძალიან მისაღები და ამ სამი კრიტერიუმით მოხდა ამ ბაღის შერჩევა. რითაც ძალიან ბედნიერი ვარ და კმაყოფილი. ბევრი ძიების შემდეგ ლარდი იყო ნამდვილად ის გარემო, სადაც ჩემი და ჩვენი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა. სრულიად ინფორმირებული ვარ ყოველდღიურ რეჟიმში, რასაკეთებს ჩემი ბავშვი, ყოველდღე რა აქტივობებია დაგეგმილი, რადგან კვირის დასაწყისში გვაწვდიან ინფორმაციას იმ კვირის განრიგის და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ აქტივობებით და სულ გაკვირვებული ვარ ხოლმე ნეტა ჩემ ბავშვობაში, რომ ესეთი ის ყოფილიყო ბაღებში, თქო ძალიან ბედნიერი და სხვანაირით შეიძლება გავსდილიყავი. ასე რომ დიდი მადლობა თქვენ.